მოგესალმებით თვირფასო საზოგადოებაო ჩემო ძმებო და დებო ყველას ვიმყოფებით ძალიან რთულ ვითარებაში საქართველოში ხდება პროვოცირება მასშტაბური კონფლიქტის რომელსაც სამწუხაროდ ხელს უწყობენ სხვადასხვა ქვეყნის ელჩები და მათ შორის ყველაზე აქტიური არის ბატონი კარგ ჰარცელი. ჩვენ გვინდა მეგობრობა დასავლეთთან და ჩვენთვის ყველა ადამიანი საერთოდ არის ახლობელი ადამიანი, მაგრამ ჩვენთვის მიუღებელია ცოდვა. ისეთი უმძიმესი ცოდვა, რომელსაც მამად მავლობა ჰქვია. ჩვენ გვინდა რომ საქართველოში არ იქადაგებოდეს ეს ცოდვა, მაგრამ ჩვენ არ ვერჩით იმ ადამიანებს, ვინც იმყოფებიან ამ უმძიმეს მდგომარეობაში. პირიქით, ჩვენ სამრევლოებში არიან ასეთი ადამიანები, ვინც სინანულით მოდიან და ჩვენ ყველანაირად ვეხმარებით ამ ადამიანებს, რომ ისინი სინანულის გზით დადგნენ ჭეშმარიტი ცხოვრების გზაზე და იფიქრონ სულის გადარჩენაზე. ჩვენ არ გვძულს ადამიანი, ჩვენ გვძულს ცოდვა. ბატონებო, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, ბატონო ელჩებო, რომ სრული პასუხისმგებლობა ხვალინდელ ამ სირცხვილის მარშთან, რომელიც არის გამოცხადებული, დაგეკისრებათ თქვენ, თუ კი რაიმე მოხდება იქ და შეიქმნება კონფლიქტური სიტუაცია, ბატონო ჰარცელო და ასევე თქვენო თანამოაზრენო, სხვადასხვა ქვეყნის ელჩნო, სრული პასუხისმგებლობა დაგეკისრებათ თქვენ, რადგანაც თქვენ აწყობთ ამ აღლუმს, თქვენ ახართ მთავარი ორგანიზატორები და არა ის 5-6 ადამიანი, საბრალო ადამიანი, რომელსაც ფარებად იყენებთ. საქართველოში ჩვენ არ დაუშვებთ გეი აღლუმებს. საქართველო არის წმინდა და წმინდა ქვეყანა, სისხლით მორწყული ჩვენი უდიდესი წმინდანების მიერ. ჩვენ ამას არასდროს არ დაუშვებთ. ჩვენ არა ვართ სკანდინავია ან სხვა რომელიმე ევროპული ქვეყანა, სადაც ბობოქრობს ეს ცოდვა და უკვე იქამდე მიხვედით, რომ თქვენს ქალებს ქუჩებში გიუპატიურებენ, წრეს უკეთებენ, ქალებს გიუპატიურებენ და ხმას ვერ იღებთ. აი აქამდე მიხვედით და ჩვენ ამას საქართველოში არ დაუშვებთ. კარგად იცოდეთ. თქვენ ნუაკეთებთ ისეთ რამეს, რომლის გამოც ქართველი ადამიანი დასეულურ ფასეულობებს გამოუცხადებს უნდობლობას და დაშორდება დასავლურ ორიენტაციას. თქვენ ხართ ამაში მთავარი დამნაშავეები. აი ზუსტად ის ელჩები, რომელიც ხელს უწყობთ ამ სიბინძურის გავრცელებას საქართველოში. კარგად დაიმახსოვრეთ. სრული პასუხისმგებლობა გეკისრებათ თქვენ. მადლობთ.